კიდევ ერთხელ მოგესალმებით. თბილისის დროით ზუსტად 7 საათია. ბექეთი მამრიკიშვილი ვარ და ვაჯამებთ დღის მთავარ სიახლეებს. კაცრი ვალდებულებები და შეზღუდული უფლებები ევროკავშირის წევრების ნაწილისთვის ბრიუსელი გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას განიხილავს. რას გულისხმობს გერმანიის მიერ ინიცირებული მოდელი, რომელსაც უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა. პარლამენტის თავმჯდომარე ვრცლად მიმოიხილავს იმ საფრთხეებს, რის წინაშეც პატარა სახელმწიფოები კონსენსუსის პრინციპის გაუქმების შემთხვევაში დადგებიან. ესენია საკუთარი ქვეყნის ინტერესების დაცვის ბერკეტების გარეშე დარჩენა, მისთვის საზიანო გადაწყვეტილებების დაბლოკვის უფლების შეზღუდვა, ეს ყველაფერი კი დიდი ქვეყნების პოლიტიკური გეგმების სასარგებლოდ, რაც შალვა პაპუაშვილის შეფასებით სუვერენიტეტის დაკარგვას გულისხმობს. ამ ფონზე პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას, რა აზრი აქვს ევროგაერთიანების წევრობას თუ წევრობის უმთავრეს სარგებლსა და ბერკეტებს თავიდანვე გართმევენ. რა მომავალს ჰპირდება ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს და რამდენად თანასწორად მოხდება ახალი წევრების მიღება. ეს კითხვები დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დასვა. გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმების ინიციატივას შალვა პაპუაშვილი მწვავე შეფასებით ეხმაურება. მისი განცხადებით მსგავსი ცვლილება საფრთხეს შეუქმნის ევროკავშირის ფუნდამენტურ პრინციპებს, წევრი სახელმწიფოების თანასწორობასა და გაფართოების პროცესს. შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ გერმანიის ინიციატივის განხორციელების შემთხვევაში, რომელსაც უკვე 12 ქვეყანა შეუერთდა, ევროკავშირი თანასწორ წევრთა გაერთიანებიდან დიდი სახელმწიფოების მიერ მართულ კავშირად გადაიქცევა, ხოლო პატარა ქვეყნებისთვის საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის მთავარი გარანტია სწორედ კონსენსუსის პრინციპის შენარჩუნებაა. სწორედ კონსენსუსის წესი უზრუნველყოფს, რომ მცირე ქვეყნის ხმა არ დაიკარგოს დიდი სახელმწიფოების ინტერესებსა და უმრავლესობის არითმეტიკაში. ის პატარა სახელმწიფოს აძლევს უფლებას დაბლოკოს მისთვის საზიანო გადაწყვეტილება და მოითხოვოს საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინება. თუ კონსენსუსის პრინციპი გაუქმდება და გადაწყვეტილებების მიღება მთლიანად დიდი სახელმწიფოებისა თუ მყარი უმრავლესობების ნებაზე გახდება დამოკიდებული, პატარა ქვეყნები ამ ფუნდამენტურ ბერკეტს დაკარგავენ. ისინი ვეღარ შეძლებენ საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაცვას მაშინ, როდესაც ეს ინტერესები უმრავლესობის პოლიტიკურ გეგმებს არ დაემთხვევა. ასეთ შემთხვევაში ევროკავშირში გაწევრიანებით სუვერენიტეტის ნაწილის გაზიარებაზე კი აღარ იქნება საუბარი, რაც დღეს უფრო ფართო ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიზნების მისაღწევად ნებაყოფლობითი და დაბალანსებული არჩევანია. საუბარი იქნება რეალური სუვერენიტეტის თითქმის სრულ დაკარგვაზე. შალვა პაპუაშვილის შეფასებით სახელმწიფო, რომელსაც მისთვის საზიანო გადაწყვეტილების დაბლოკვა აღარ შეუძლია და ვალდებულებების შესრულება საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უწევს, თანდათან კარგავს როგორც გადაწყვეტილების მიღების თავისუფლებას, ისე სახელმწიფოებრიობის მნიშვნელოვან ნაწილს. მისი თქმით, ასეთი მოდელი დიდი სახელმწიფოებისთვის შესაძლოა ხელსაყრელი იყოს, თუმცა პატარა ქვეყნებისთვის მძიმე შედეგებს მოიტანს. სწორედ ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარე სვამს კითხვას, რა აზრი აქვს ევროკავშირის წევრობას თუ წევრობის მთავარი ბერკეტები და სარგებელი ქვეყნებს წინასწარ ერთმევათ. ევროკავშირში წევრობა მნიშვნელოვანი სწორედ იმიტომ არის, რომ ქვეყანამ შეძლოს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მხარდაჭერა, საკუთარი ინტერესების გატანა და მისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებების შეჩერება. თუ ქვეყანას ამ შესაძლებლობას ართმევენ, მაშინ ევროკავშირსაც ართმევენ მის მნიშვნელობას, როგორც ეროვნული ინტერესების დაცვის საშუალებას. შესაბამისად, ქრება წევრობის პოლიტიკური ხიბლი და ფუნდამენტური მოტივაციაც. უფრო მეტიც, ასეთ პირობებში ევროკავშირის გარეთ დარჩენა შესაძლოა პატარა სახელმწიფოსთვის უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდეს, რადგან მას სულ მცირე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება შეუნარჩუნდება. არც ის უნდა გამოირიცხოს, რომ ამ დისკუსიის ერთ-ერთი ირიბი მიზანი სწორედ გაფართოების შეჩერებაა. უკვე სულ უფრო ცხადი ხდება, რომ აღარავინ განიხილავს ახალი წევრების მიღებას იმ ევროკავშირში, რომელიც დღეს არსებობს. ამიტომ მთავარი კითხვა მხოლოდ ის კი არ არის, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში. მთავარი კითხვაა, რომელ ევროკავშირში გვთავაზობენ გაწევრიანებას, რა უფლებებით და რამდენად თანასწორი წევრის სტატუსით, რადგან წევრობა, რომელიც ქვეყანას სახელმწიფო უფლებებს ართმევს და მათი დაცვის მექანიზმებს არ აძლევს, ინტეგრაცია კი არა სუვერენიტეტის გაუქმებაა. შეზღუდული უფლებებით წევრობის უსამართლობაზე უკრაინის კონტექსტში საუბრობენ ოპოზიციაში. არ არის სამართლიანი, როდესაც ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები და გარკვეული უფლებებით ვერ ისარგებლებენ, მით უმეტეს, როცა ვთქვათ უკრაინაზეა საქმე, რომელმაც უამრავი მსხვერპლი გაიღო იმისთვის, რომ თუნდაც ყოფილიყო თავისუფალი დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყანა. ოპოზიციისგან განსხვავებით სახელისუფლებო გუნდში საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ევროკავშირის საბჭოთა კავშირის გზას ადგას. ქართულ ოცნებასა და ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ ქვეყნების დაყოფა და უფლებების შეზღუდვა სუვერენული სახელმწიფოებისთვის მიუღებელია.
ფაქტია, რომ ევროკავშირი ალბათ არც გეგმავდა და ყოველ შემთხვევაში ახლა ყველანაირად უსამართლო პირობებით გეგმავს ახალი წევრების მიღებას. ალბათ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ მოსდეს საქართველოს შარი და რატო გაუჩერეს მოლაპარაკებების პროცესი. ეს ერთით მეტი დამატებითი мотиваცია არის ევრობიუროკრატების მხრიდან, რომ საქართველო ყავდეთ ესეთ მოცემულობაში, რადგან ისინი როგორც ჩანს არც გეგმავენ მათი თანასწორი წევრების მიღებას. კოლექტიურ დასამზრდელობას შეიძლება მარტივი კითხვა დაუსვათ, როდესაც გვეუბნებიან, რომ კავშირში მიიღებენ ახალ წევრებს, მაგრამ ამ ახალ წევრებს ექნებათ მხოლოდ ვალდებულებები და სიტყვის ამოღების შესაძლებლობაც კი არ ექნებათ. ეს არის თუ არა ქვეყნის სუვერენიტეტის განულება. ამ მარტივ კითხვას უპასუხონ და შემდეგ გადავიდნენ თავიანთ ბელეტრისტიკაზე. Რა თქმა უნდა, როდესაც შენ გაქვს მხოლოდ ვალდებულებები და არავითარი უფლებები, ეს ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოებრიობა უბრალოდ ნულდება. და დავუსვათ კითხვა, რომ ასეთი ევროკავშირი შეიქმნა? თუ ადრე წლების წინ შეფარულად აკეთებდნენ ამას, რომ მაგალითად კანდიდატებს ეუბნებოდნენ, რომ თქვენ სუვერენიტეტს დავიცავთ და ამ დროს რეალურად სუვერენიტეტს ართმევდნენ და 2022 წლიდან ჩვენ ხალხი ძალა ამას ვამბობდით სწორედ რომ კულისებში წყდებოდა რომ სუვერენიტეტი უნდა ჩაგებარებინა რომ ევროკავშირის წევრი გამხდარიყავი დღეს უკვე პირდაპირ გეუბნებიან ამას. ევროკავშირში მოქმედი ერთსულოვნების პრინციპის გაუქმების ინიციატორი გერმანია. ევრონიუსის ინფორმაციით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ინიციატივას 12 ქვეყანა შეუერთდა. ბერლინში განმარტავენ, რომ გაფართოების შემდეგ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად საკმარისი უნდა იყოს კვალიფიციური უმრავლესობა და არა ყველა წევრი ქვეყნის თანხმობა, რაც უმეტესი კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის მიუღებელი და უსამართლოა. ეროვნული სიწმინდეების დაცვისა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირების მიზნით სახალხო მოძრაობა დაფუძნდა. მოძრაობა ახალგაზრდებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც მიიჩნევენ, რომ დაუშვებელია ტრადიციული ღირებულებებისა და იდენტობის შეურაცხყოფის ნორმად ქცევა. სწორედ მსგავს ანტიეროვნულ კამპანიებს დაუპირისპირდება ახლად შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომლის დამფუძნებლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ სახიფათო კამპანიებზე საუბრობენ და მასში ჩართულ პირებს მოუწოდებენ ეროვნული ფასეულობების შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადონ ქართველ საზოგადოებას. ეროვნული სიწმინდეების დაცვისა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირების მიზნით საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას კრიტიკით შეხვდა ოპოზიცია, რომლის ნაწილიც მოძრაობის წევრებს დღეს ღიად დაემუქრა. დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას. საქართველოს ისტორიის სარწმუნოების ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ბრძოლა გარედან დაფინანსებულ იმ კოორდინირებულ კამპანიასთან, რომლის მიზანიც ეროვნული ფასეულობების დაკნინებაა. სწორედ ამ მთავარი მოტივით შეიქმნა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც ახალგაზრდებითაა დაკომპლექტებული. მოძრაობის ერთ-ერთი წევრი MMA-ის პროფესიონალი მებრძოლია, რომელიც ქვეყნის სახელით არაერთი გამარჯვების ავტორია. გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ანტიეროვნული კამპანია გახშირდა და საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს გარედან თავსმოხვეული ხელოვნური იდეოლოგიებისგან მომავალი თაობები დაიცვას. ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია. გვინდა საზოგადოებას უთხრათ, რომ ჩვენი მოძრაობა ძალიან აქტიური, სოლიდური, ამავდროულად კი მაქსიმალურად კონსტრუქციული იქნება, მაგრამ თუ კი ჩვენ ეროვნული იდენტობისა და დაცვისთვის იქნება აუცილებელი, არანაირ საფრთხეს არ მოვერიდებით. მზად ვარ თითოეული ჩვენი ქმედებაზე ვაგოთ პასუხი, პირდებით ყველას, რომ ღირებულებებისა, ფასეულობების დაკნინების თუ გაუფასურების ნებისმიერ მცდელობასთან, რომელსაც ჩვენიერი ეყრდნობა, შეურიგებლები ვიქნებით. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენ დავიცავთ ქართულ ტრადიციებს, ქართულ ეკლესიას, ქართულ ადამიანს და ყველაფერი ღირებულს, რაც გააჩნია საქართველოს დღეს. ახალი სახალხო მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი ასახელებს მაგალითებსაც თუ როგორ და რა გზებით ებრძვიან კონკრეტული ადამიანები ეროვნულ ღირებულებებს. ამ კონტექსტში გიორგი ქართველიშვილმა ონისე ოქრიაშვილის მხრიდან YouTube პოდკასტებში გაკეთებული ეგრეთ წოდებული ხუმრობები გაიხსენა, მათ შორის ნოდარ დუმბაძის მიმართ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები. ახალი მოძრაობის წევრები აქტივისტსა და პოდკასტის სხვა მონაწილეებს მოუწოდებენ საზოგადოებას ეროვნული ავტორიტეტებისა და წმინდანების შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოუხადონ. ჩვენ ვითხოვთ, რომ ონისე ოქრიაშვილთან ერთად ვინც ზის იმ კონკრეტულ გადაცემაში სახალხოდ მოიხადონ ბოდიში, ასევე პროკურატურას მიმართონ, რომ ნიკო ხურცილავას მიმართ არ გამოიყენოს პატიმრობა და ქართველ ერს, ქართულ ეკლესიას, ქართველ მწერლებს, ღირსეულ მწერლებს მოუხადონ ბოდიში.
ახალი მოძრაობის დაარსების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან მალევე ოპოზიციამ გიორგი ქართველიშვილის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ნიკა გვარამია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც MMA-ის მებრძოლს სოციალური ქსელით დაემუქრა. ამრას გონით, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა. ბატონი ქართველიშვილის განცხადება, რომელიც არის სრულიად ამორფული, არავითარ კონკრეტიკას არ შეიცავს, როგორ აპირებს ის ქართული სიწმინდეების და ეკლესიის დაცვას. მართლ გუნდში მიესალმებიან ისეთი საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას, რომელიც მათი შეფასებით ტრადიციების სარწმუნოებისა და ეკლესიის დაცვის იდეის გარშემო ერთიანდება. კანონმდებლების თქმით, მრავალწლიანი კოორდინირებული კამპანიისა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმის ფონზე მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ამ საკითხზე საკუთარ პოზიციას ღიად დააფიქსირებენ. ჩვენ მუშაობთ კანონებზე, მაგრამ კანონის გარდა არსებობს მორალური და ეთიკური სტანდარტები, რომლის დაცვის უფლება აქვთ ნამდვილად საზოგადოებრივ წევრებს. იმიტომ რომ ამ წლების მანძილზე თითქოს შეგვაჩვიეს, რომ როდესაც ჩვენ ოჯახებს გადაულიან, შეურაცხყოფენ, ჩვენ სიწმინდეებს გადაულიან და შებღალავენ, ეს თითქოს არის ნორმა და ახლა რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს იუმორის რაღაც კონკრეტული სახეობა არის და რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ყველაფერზე სერიოზულად ბრაზდება და ის რაც ახლა დაანონსდა, ალბათ ბუნებრივი რეაქცია იყო. მისასალმებელი ფაქტია ის, რომ საქართველოში მოქალაქეები ერთიანდებიან იმ იდეით, რასაც ქვია ჩვენი კულტურის, ტრადიციების, ისტორიის დაცვა, ჩვენი ღირებულებების დაცვა და განსაკუთრებით აი ამ ბოლო პერიოდში ვხედავთ აი გააფთრებულ პირდაპირ მცდელობებს იმისა, რომ მოხდეს შებღალვა ჩვენი ყველაზე ესე ვთქვათ ძვირფასი ტრადიციების თუ ღირებულებების. მეორე მხრივ, როდესაც ლაპარაკი არის ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივ გაერთიანებაზე, რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ეს იყოს კანონის და კონსტიტუციის ფარგლებში, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. კანონმდებლობის ფარგლებში თუ კი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია. დღეს როგორც არასდროს საქართველოს აქვს გამოწვევა ყველა მიმართულებით, ყველა მხრიდან არის შეტევა იმაზე, რომ საქართველოს ქართული იდენტობა როგორმე დაავიწყონ. ამ იდენტობაში გულისხმობ რწმენას, საკუთარ ისტორიას, საკუთარ მომავალს, სუვერენიტეტს. ახალი ეროვნული მოძრაობის საინიციატივო ჯგუფის წევრების თქმით, მოძრაობაში გაწევრიანება შეიძლება ყველა იმ ქართველს, ვისთვისაც სარწმუნოების და ეროვნული ტრადიციების დაცვა მნიშვნელოვანია. დაკისრებული სასჯელისგან გათავისუფლების მცდელობა თუ სხვა მსჯავრდებულების გათავისუფლებაზე ზრუნვა. კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა პაატა ბურჭულაძემ ამავე საქმეზე დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების გაფორმებისკენ მოუწოდა. ეს კი სამართლებრივად მხოლოდ დანაშაულის აღიარებისა და მონანიების შემთხვევაშია შესაძლებელი. ამ ფონზე მმართველი გუნდი არ გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმება მსჯავრდებულ ბურჭულაძესაც სურს, რადგან მათივე თქმით ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ ოპოზიციონერებს მის მიერ ძალადობისკენ წაქეზებული პირების მიმართ მსგავსი მოწოდება აქამდე არასდროს გაუჟღერებია. 4 ოქტომბერი ცხადდება მშვიდობიანი დამხობის დღედ. ძალადობრივ პროცესებში გადაზრდილი დამხობის მცდელობიდან 10 თვის შემდეგ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი პაატა ბურჭულაძე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულებს მიმართავს და საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმებისკენ მოუწოდებს. 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მიმართ ჩემი დიდი თხოვნა და მოწოდება ყველამ მიიღოთ პროკურატურის მიერ შემოთავაზებული საპროცესო შეთანხმება და განთავისუფლდეთ უკანონო პატიმრობიდან, რაც შემეხება მე როგორც ამ პროტესტის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ჩემი გათავისუფლების საკითხს ვერ განვიხილავ, ვიდრე 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ბოლო პატრიოტი არ დატოვებს საპატიმროს. რადგან საპროცესო შეთანხმების მთავარი პირობა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარებაა, გამოდის, რომ პაატა ბურჭულაძე ადრესატებს სწორედ დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს. თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიმართვამ სულ სხვა კითხვა გააჩინა. ხომერ ცდილობს მოწოდების ავტორი სასჯელისგან გათავისუფლებას სხვებზე ზრუნვის მოტივით. სახელმწიფო გუნდში არ გამორიცხავენ, რომ ძალადობისკენ წახალისებული პირების თავისუფლების ხარჯზე პაატა ბურჭულაძეს თავადაც გათავისუფლების სურვილი ჰქონდეს. ფაქტია, რომ მის წერილში იკვეთება მისი სურვილი,
რომ ჯერ მისი თანამებრძოლები, ამ დანაშაულის თანამონაწილეები განთავისუფლდნენ საპროცესო შეთანხმების შესაბამისად და მხოლოდ ამის შემდეგ მას ალბათ ექნება სურვილი, რომ თავადაც იყოს საპროცესო შეთანხმების შესაბამისად განთავისუფლებული. ამიტომ ეს არის ალბათ ჩემი მოსაზრებით წინაპირობა იმისთვის, რომ თავად პაატა ბურჭულაძეც დათანხმდება საპროცესო შეთანხმებას, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მას წერილში უცნაურად უწერია, რომ უკანონო პატიმრობას ახსენებს. ამიტომ მანამ სანამ ისინი იმ ნარატივზე იქნებიან, რომ უკანონო პატიმრობის ტერმინს აიფარებენ ფარად, ალბათ წარმოუდგენელი იქნება საპროცესო შეთანხმება. ეს ადამიანი არის მგზავრდებული უმძიმე სისხლის სამართლებრივ დანაშაულში და ეხლა ის მისი განცხადებები არის საკუთარი თავის გადასარჩენად, რომ თავისივე წაქეზებული ადამიანების გადასარჩენად ეს საზოგადოებამ შეაფასოს. თავარი არის, რომ 4 ოქტომბერს იყო მცდელობა ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა. ერთხელ მათ დაუჯერეს ბატონ პაატა ბურჭულაძეს და ახლაც დაუჯერონ და შესაბამისად აღიარონ თავიანთი ჩადენილი დანაშაულები. ვინ დაუჯერებს და ვინ არა პაატა ბურჭულაძეს 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების მორალურ გასჯას არაპირებს ნაციონალური მოძრაობა. ვიქნებით საჯულები და გამოკრიტიკებულები იმ ხალხის, რომელიც შეეცდება დატოვოს დაწესებულება და მათი გადაწყვეტილება გახადოს. საბოლოო ჯამში მათ უნდა მიიღოს ჩვენ ყველა შემთხვევაში ვიქნებით სოლიდარული ამ ხალხის მიმართ. პაატა ბურჭულაძის გულწრფელობაში ეჭვიებარება საპარლამენტო ოპოზიციას. ხალხის ძალში ამბობენ, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მიზანს სწორედ ვადაზე ადრე ციხის დატოვება წარმოადგენს. თუ აღიარებ, რომ დანაშაული ჩაიდინე, მაშინ ესე იგი არასწორად მოქცეულ ხარ და რა დააშავა იმ ხალხმა, ვისაც მოუწოდებდი დანაშაულისკენ. მიზანი მაშინ იყო, რომ უცხოური ძალის დაკვეთა გაეკეთებინათ აქ, რომ დამხობა მოეწყოთ და ეხლა მიზანი არის ძალიან მარტივი. ბურჭულაძეს მოუნდა ალბათ საჯაროდ რაღაცა სიმღერები განახორციელოს, მოწყინდა საპყრობილეში და ეხლა თქვა, რომ კი მე ჩავიდინე დანაშაული, აღიარა და ასევე მოუწოდა თავის მომხრეებს, რომ აღიარონ ის რეალობა, რა რეალობაც მართლა ჩაიდინეს 4 ოქტომბერს. რადგან ციხიდან გაჟღერებულმა მოწოდებამ არაერთგვაროვანი რეაქციები გამოიწვია კონკრეტულად რას გულისხმობდა პაატა ბურჭულაძე მიმართვაში. ამის გასარკვევად მის ადვოკატს დაუკავშირდით. მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა არ გამორიცხა, რომ ბურჭულაძემ საკუთარ თავისუფლებაზე ზრუნვაც დაიწყოს. მიაჩნია, რომ ყველა პოლიტიკური პარტიები უნდა განთავისუფლდეს მანამ სანამ თავად დაიწყებს საკუთარ თავზე ფიქრს. ეს არის ერთადერთი სწორი პოზიცია, რაც შეიძლება ჰქონდეს. სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდება ან ბლოკირება, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა, სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. პაატა ბურჭულაძეს სასამართლომ დამნაშავედ 7 მაისს ცნოდა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. რაც შეეხება 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 64 პირს, საპროცესო შეთანხმება 30-ზე მეტს გაუფორმდა. ენერგოსისტემის სტაბილურ მუშაობას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება, ასეთია მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტების სპეკულაციებზე. საუბარია ევროკავშირის მიერ რუსული კომპანია ინტერაოს სანქციებასთან დაკავშირებით, რომელიც თელასისა და ხრამჰესის ერთი მეორედის არაპირდაპირი მფლობელია. იმის მიუხედავად, რომ ენერგოობიექტების რუსულ კომპანიაზე წინა ხელისუფლების პირობებში გასხვეს და ოპოზიცია საკითხს ხელისუფლების კრიტიკის საბაბად იყენებს. უსაფუძვლო ბრალდებების პასუხად კი ქართული ოცნება ოპონენტებს მათი ხელისუფლების დროს გასხვესებული სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს ახსენებს და მათ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია ინტერრაო ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში მოხვდა. საქართველოში ინტერრაოს არაპირდაპირ მფლობელობაშია რამდენიმე ენერგოაქტივი. კომპანიის საკუთრების სტრუქტურის მიხედვით ის ნიდერლანდებში რეგისტრირებული კომპანიის მფლობელია, რომელიც თავის მხრივ თელასისა და თელმიკოს აქტივებს ფლობს. ინტერრაოს მფლობელობაშია ასევე ხრამი 1-ისა და ხრამი 2-ის ჰიდროელექტროსადგურები. კომპანიის მიმართ დაწესებული სანქციები პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. ოპოზიცია და მათთან აფილირებული მედია საშუალებების საკითხს ხელისუფლების კრიტიკისათვის იყენებენ. ეს კი იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ენერგოობიექტები რუსულ კომპანიებს სწორედ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გადაეცა. კონკრეტული კომპანია რო ოპერირებდა საქართველოში, ეს იმას არნიშნავს, რომ ეს აისახებოდა ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და პოლიტიკურ გავლენაზე, რომელიც რუსეთს შეიძლება ქონოდა. ეხლა არის ეს გავლენა მასშტაბური საგანგაშო
მართლ გუნდში ასევე იხსენებენ, რომ გარდა ენერგოობიექტებისა, ნაციონალური მოძრაობა სხვა სტრატეგიული ობიექტების, მათ შორის რკინიგზის პრივატიზებასაც განიხილავდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების შეფასებით, სახელმწიფოს აქვს ყველა საჭირო ბერკეტი, რათა ელექტროენერგიის მიწოდებისა და მომსახურების კუთხით პრობლემა არ შეიქმნას და ენერგოსისტემის სტაბილური მუშაობა სრულად იყოს უზრუნველყოფილი. როდესაც ინტერაოს დასანქცირებას აჟიტირებით გაანიუსებთ და იმ საფრთხეებზე ისაუბრებთ, რომელიც თავისთავად ყველა სანქცირების პროცესს შეიძლება მოყვეს, რა თქმა უნდა გავიხსენოთ, რომ ეს არის ის პატარა ბომბები და ის მავნებლური და დანაშაულებრივი საქმეები, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დროს იყო ჩადებული. თუმცა მეორე მხრივ მინდა საზოგადოება დავამშვიდო, რომ სახელმწიფო მიიღებს ყველანაირ ზომებს, რომ აღნიშნულმა სანქციებმა იქნება თუ ნებისმიერმა სხვა რისკებმა ოდნავადაც არ ასე ვთქვათ, დააყენოს ჩვენი საზოგადოების ინტერესი თუ უსაფრთხოება გარკვეული გამოწვევების წინაშე. ნაციონალურმა მოძრაობამ გაყიდა სტრატეგიული ობიექტი ხრამხესი 1, ხრამხესი 2 და არა მხოლოდ ესენი. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგაც სტრატეგიული ობიექტები მიიყიდა რუსეთის ფედერაციას. ამავდროულად ჩვენ გვახსოვს, რომ მათ შორის რკინიგზის გაყიდვასაც კი აპირებდნენ სტრატეგიული ობიექტისა უმნიშვნელოვანესი ხერხემალისა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის და მათ შორის ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავდაცვის ნაწილში და ამ დროს ამბობდა კახა ბენდუკიძე, რომ ყველაფრის გაყიდვა შეიძლება გარდა სინდისისაო და კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ, როგორც აღმოჩნდა, სინდისის გაყიდა, საკუთარი ჩადენილი ქმედებებს ცდილობენ, რომ ეხლა როგორმე ხელი შეაწმიდონ ქართულ ოცნებას. ევროკავშირის მიერ ინტერრაოს სანქცირების საკითხს გამოეხმაურა ეროვნული ბანკიც. უწყების განცხადებით, თელასის სანქცირებულ პირთა სიაში არ არის და კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურების მიმწოდებლად ითვლება. სების ინფორმაციით, კომერციული ბანკები თელასის მომსახურებას ეროვნულ ვალუტაში უწყმედ რეჟიმში გააგრძელებენ. სების განმარტებით, ეროვნული ბანკი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს როგორც საერთაშორისო სანქციების მოთხოვნების დაცვას, ისე კრიტიკული მნიშვნელობის მომსახურების შეუფერხებელ მიწოდებას. პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებენ პარტია ხალხის ძალაშიც. მათი განცხადებით, რუსეთის ფაქტორი საქართველოსათვის ახალი არ არის, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, პარტიაში აცხადებენ, რომ ენერგოსტრატეგიული ობიექტების რუსულ კომპანიაზე გადაცემა სწორედ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში განხორციელდა. სააკაშვილმა საჯაროდ გამოაცხადა და მოიწვია რუსი ბიზნესმენები, რომ ინვესტიცია განეხორციელებინათ საქართველოში. მისი მხარდამჭერები ნაცმოძრაობის აქტიურად ლობირებდნენ რუსეთის ფედერაციის ბიზნესმენების ჩამოსვლას. ეხვეწებოდნენ, რომ ჩამოსულიყვნენ რუსეთიდან და ინვესტიციები ჩაედოთ ქვეყანაში. ომის შემდგომ ხას უსვამ. ტურისტებზე აღარაფერს ვსაუბრობ. და ეს ხალხი ახლა დღეს ვის ესაუბრება საერთოდ, რომ რუსეთთან მიმართებაში არა მარტო ენერგო პრობლემები, არამედ სხვა პრობლემებიც ზოგადად შეიძლება რომ არსებობდეს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე რამდენიმე თვით ადრე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ქართულ კანონმდებლობაში გაუქმდა სტრატეგიული ობიექტის ცნება და განსაკუთრებული მნიშვნელობის საკუთრების სტატუსი მხოლოდ 5 ობიექტს შეუნარჩუნდა. დანარჩენი სახელმწიფო ქონება პრივატიზებას დაექვემდებარა. იმდროინდელი ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებლობით ხსნიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ელექტროენერგეტიკის წყალმომარაგების, სამთო მოპოვებითი სექტორისა და მინერალური წყლების მიმართულებით განხორციელებული მსგავსი ინვესტიციების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ რუსულ კომპანიებზე მოდიოდა. ოპოზიციური ჯგუფების კიდევ ერთ დეზინფორმაციას ფაქტები და დოკუმენტები ამხელს. საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ერთ-ერთი სამხედრო პირის ფოტოზე, რომელსაც საქართველოში მცხოვრებ უკრაინის წინააღმდეგ მებრძოლ რუს სამხედროდ ასაღებენ. ფაქტების გადამოწვევის შედეგად დგინდება, რომ ინფორმაცია ყალბია. კონკრეტულად კი სოცქსელებში გავრცელებული პირადი მონაცემები არ შეესაბამება პოსტში დასახელებულ პიროვნებას. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით დასახელებულ პირს საქართველოს საზღვარი არასოდეს გადმოუკვეთია. მმართველი გუნდი კი მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობს, რომლის მოტივიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და სახელმწიფოს დისკრედიტაცია.
კამპანიური ხასიათის დეზინფორმაცია სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება, რომლის მიხედვითაც თითქოს საქართველოს თავს რუსი სამხედრო აფარებს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობდა და ახლა ქართველების შეურაცხყოფითაა დაკავებული. მას ივან დებალცინად მოიხსენიებენ, თუმცა აღნიშნული პიროვნება არ არსებობს. ფოტოკი უკრაინაში დებალცევოს რკინიგზის სადგურზეა გადაღებული, რაც მოგონილი პიროვნების გვარადაა გამოყენებული. რუსი მეომარი, რომელიც ქართველების ამოწყვეტაზე ოცნებობს, წლებია საქართველოში ცხოვრობს. ეს ვინ შემოუშვა საქართველოში? იდენტიფიცირებულია ივან დებალცინი. 2022 წელს სამხედრო ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას. ძალიან მალე რუსეთში დაბრუნდა, იქიდან კი თურქეთში გაიქცა. თურქეთიდან საბოლოოდ საქართველომდე ჩამოაღწია და თავი აქ შემოაფარა. იგი დღემდე საქართველოში ცხოვრობს. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ დებალცინის პირად მონაცემებსაც, თუმცა უკრაინული წყაროების მიხედვით გამოქვეყნებული დაბადების თარიღი, ტელეფონისა და პასპორტის ნომრები, სახლისა და ელექტრონული პოსტის მისამართები და სამუშაო ადგილი რეალურ პირს, რუს სამხედრო სერგეი პრიტულას ეკუთვნის. აღნიშნული ინფორმაცია კი უკრაინულ წყაროებში სხვა რუსი სამხედროების პირად მონაცემებთან ერთად 2025 წელს გამოქვეყნდა. გავრცელებულ დეზინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ამხელენ. მინისტრის მოადგილის თქმით, მსგავს პიროვნებას ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი არასდროს გადმოუკვეთავს. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანს კი ქვეყნის დაზიანება წარმოადგენს. ალექსანდრე დარახველიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებები საზღვარზე მაქსიმალურ კონტროლს ახორციელებენ. სრული სიცრუეა და დეზინფორმაცია ის, რომ თითქოს კონკრეტულ პიროვნებებზეც საუბრობენ ქვეყანაში დღემდე ცხოვრობს და თავისუფლად გადაადგილდება. ბოლო დღეების განმავლობაში ხდება მიზანმიმართულად დეზინფორმაციის გავრცელება. პიროვნებას უზეთ საუბრობენ, საერთოდ არ აქვს საზღვრისკვეთა, საქართველოს საერთოდ ნამყოფიც არ არის და სულ სხვა პიროვნების მონაცემები ვრცელდება. ეს რა თქმა უნდა ემსახურება იმას, რომ მოხდეს საზოგადოების დეზინფორმირება, მათთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდება. კონკრეტული ჯგუფის ვიზიტორების ბჭყალებში გაშავება, რაც საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, ჩვენი ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების, ასე ვთქვათ, მიზანმიმართულ დაზიანებას ემსახურება. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ რადიკალური ძალები და მათი უცხოელი პატრონები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მოსახლეობის ხელოვნურად გაღიზიანებას დეზინფორმაციით ცდილობენ. გარდა ამისა, როგორც ქართულ ოცნებაში უსვამენ ხაზს, მსგავსი დესტაბილიზაციის მცდელობები ხშირად ტურისტული სეზონის გააქტიურებასაც უკავშირდება და მიზნად ეკონომიკური ზარალის პარალელურად ზიზღის გაღვივებას ისახავს. ჩვენ ვხედავთ ყოველ ზაფხულს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აქტიური ტურისტული სეზონია, რომ ყველანაირ პროვოკაციას მიმართავენ იმისთვის, რომ სეზონი ჩავარდეს. ამ შემთხვევაში ისევ ქსენოფობიური პოლიტიკა აქვს არჩეული, ზიზღის კამპანიები, კონკრეტული ზიზღის და აგრესიის დაორგანიზება ადამიანების თუ სხვა ჯგუფების მიმართ და ამ შემთხვევაშიც ეს პოსტი ემსახურებოდა იმას, რომ ერთით მეტი და კიდევ უფრო ძლიერი აგრესია გააღვივონ. საკუთარ გავრცელებულ დეზინფორმაციაზე აღშფოთდებიან და ისევ სახელმწიფოებას მოუწოდებენ რეაგირებისაგან. ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის, მიზანმიმართული მცდელობაა, რომ სახელმწიფოში სამართალდამცავი ორგანოების რეპუტაცია შეირყეს, რომ თითქოს ჩვენ მოლგოული გვაქვს საზღვრები და ყველა საქმე საზღვრებმა საქართველოს შემოვიდეს. ეს არის აბსოლუტური ტყუილი, პირიქით საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი საზღვრები იყოს დაცული. უცხოური აგენტურა საქართველოში მარტივად გადამოწმებადი ტყუილების გავრცელებით პირველ რიგში საკუთარ თავსა და რეპუტაციას აზიანებს. ამბობენ ხალხის ძალაში და ხაზს უსვამენ იმას, რომ ასეთი დეზინფორმაციული კამპანიებით ოპოზიციის მხარდამჭერთა ისედაც მინიმალური რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდება. რაც საზოგადოებამ გადაამოწმა, რაზეც საუბრობს ეს უცხოური აგენტურა, არაფერი არ დადასტურდა. ადრე რამდენიმე საათი გრძელდებოდა მათი ტყუილები, ეხლა რამდენიმე წამში არის მხილებული ხოლმე, მეცაც გეტყვით. რაც არ უნდა დადონ განცხადება, უკვე ეჭვის თვალით უყურებს მათივე ამომრჩეველიც კი შეიტანონ საზოგადოებაში განხეთქილება, რაღაც შექმნან, რაღაც ილუზია თითქოს რაღაცა რუსი შემოვიდა, სამხედრო შემოვიდა, რაღაცა ეკონომიკური დაქცევა ქვეყანაში და ასე შემდგომ. რა თქმა უნდა, მიზანი არის ეს. სხვადასხვა სახის დეზინფორმაციები, რაც მიზნად საზოგადოების გაღიზიანებასა და ხელისუფლების დაზიანებას ისახავს, პერიოდულად ვრცელდება, თუმცა ყალბი ამბების მხილების შემდეგ საზოგადოებას ცრუ ინფორმაციების გამავრცელებლების მხრიდან ბოდიში არც ერთ ჯერზე არ მოусმენია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტს ერთპირი დააკავა. გამოძიებით დგინდება, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომი საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11,300 ლარი აიღო. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შეურაცხყოფელი ბანერები, უცენზურო გამენათქვამები, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თბილისის საკრებულოსთან გუშინ გამართულ აქციაზე ადმინისტრაციული წესით ოპოზიციის 10 აქტივისტი დააკავეს. სამართალდამცველების მხრიდან კანონდამღვევების აღკვეთას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად წარმოაჩენს ოპოზიცია. მმართველ გუნდში კი ხაზგასმით აცხადებენ, რომ ადამიანის ღირსების შელახვა სიტყვის თავისუფლების ფარგლებს სცდება, კანონის წინაშე კი ყველა თანასწორია. კადრებში ასახულია ოპოზიციონერი აქტივისტის თორნიკე თოშხუას დაკავების მომენტი. მას საჯარო სივრცეში ხელში ეჭირა ბანერი, რომელზეც უცენზურო შინაარსის წარწერა იყო დატანილი. თოშხუას დაკავების შემდეგ სხვა აქტივისტებმაც ანალოგიური ქმედება ჩაიდინეს და საჯარო სივრცეში უცენზურო შინაარსის ბანერები გაშალეს. ისმოდა შეურაცხყოფელი შეძახილები, დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნების შესრულებაზე კი უარი განაცხადეს. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. შედეგად თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 აქტივისტი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ის რომ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს აქვს საშუალება შეუფერხებლად გამოხატოს პროტესტი და დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, ამას მეტყველებს ბოლო პერიოდში და ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციები 600 დღეზე მეტია კონკრეტული ჯგუფი იკრიბება, გამოხატავს პროტესტს, ატარებს მანიფესტაციებს, მათ აქვთ ბანერებიც, თუმცა ისეთ მასში, როდესაც ამ უფლების გამოყენება ხდება ბოროტად და ადამიანები ბანერებს იქნება ეს თუ შეკრება მანიფესტაციას იყენებენ სხვა ადამიანების ღირსების შელახვისთვის, არ ღვევენ კანონს, ეს არ ჯდება, არც შეკრება მანიფესტაციის თავისუფლებაში და არც გამოხატვის თავისუფლებაში, ეს არის უკვე კანონდარღვევა. ოპოზიციაში საკითხს პოლიტიკურ ჭრილში აფასებენ. ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით თორნიკე თოშხუა მხოლოდ ბანერზე დატანილი წარწერის გამო დააკავეს. ირაკლი ფავლენიშვილის შეფასებით იმ აქტივისტების დაკავება, რომლებიც საჯარო სივრცეში უცენზურო შინაარსის ბანერებით გამოხატავდნენ პროტესტს, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას წარმოადგენს. ეს არის გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული პრობლემა, რომელიც ახლა არასწორად არის ხომ დასმული საკითხი. გამოხატვის ფორმა შეიძლება იმისთვის მისაღები იყოს, რომ მიუღებელი იყოს, მაგრამ საზოგადოებაში ამ ეტაპზე რისთვისაც იბრძვის ხალხი არის ის, რომ მათ პროტესტის დაფიქსირების საშუალება ჰქონდათ. ეს სამოქალაქო პოლიტიკური უფლებები არის მოსაპოვებელი და დასაცავი. სახელმწიფო გუნდში ოპოზიციის და მათი აქტივისტების სპეკულაციებს პასუხობენ. მათი განცხადებით საჯარო სივრცეში შეურაცხყოფელი ბანერის განთავსება და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა არ შეიძლება გამოხატვის თავისუფლებად ჩაითვალოს. მათივე შეფასებით მსგავსი ქმედებები ხშირად პროვოკაციულ ხასიათსაც ატარებს, რათა საერთაშორისო მედიაში შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოს პოლიცია აქციის მონაწილეებს მხოლოდ პროტესტის გამო აკავებს, თუმცა თითოეულ ასეთ დაკავებას კანონიერი საფუძველი აქვს. როდესაც გამოდიხარ და შეურაცხყოფებს აყენებ სხვა ადამიანს, ლახავ მის უფლებას და ყვეთავ იმ ზღვარს, რომელიც არის წითელი ხაზი და რომლის შემდეგაც აუცილებლად იქნება კანონისმიერი რეაგირება, რა თქმა უნდა, მზად ხარ ალბათ, რომ მიიღო შესაბამისი საპასუხო რეაქცია. თუმცა ალბათ ესეც ხდება პროვოკაციულად იმისთვის, რომ თითქოს უცხოურ მედიაში გაასახონ, რომ აქციის მონაწილეებს, დემონსტრანტებს აკავებს პოლიცია, მაგრამ ამ დაკავებებს აქვს თავისი კანონიერი საფუძველი. გამოხატვის თავისუფლება ყოფილა თურმე მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის სამართალდამცველებისთვის სროლა. საჯარო სივრცეში დგომა შეურაცხყოფელი ბანერით და არ დამორჩილება სამართალდამცავი ორგანოების კანონიერი მოთხოვნისადმი, ესეც მხოლოდ კონკრეტულ ადგილას თუარზე დგომის გამო პასუხისმგებლობა არის. ზუსტად იგივენაირად, რომ როდესაც კეტავდნენ რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში, ასეული დღის განმავლობაში ქალაქის და ქვეყნის მთავარ გამზირს,
და სასამართლოს პასუხისმგებლობა დგებოდა, ესეც მხოლოდ გზაზე თურმე დგომის გამო ადამიანი მიიქცეოდნენ პასუხისმგებაში. Როგორც ხედავთ, კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათ უკან მყოფი ადამიანები და ძალები ცდილობენ, რომ ორველსეული სამყარო დაამყარო და დააფუძნონ ჩვენს ქვეყანაში. ხალხის ძალაში აცხადებენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა ფორმით გამოხატავენ საჯარო შეურაცხყოფას, სიტყვიერად ბანერით თუ სხვა საშუალებით. როდესაც მიზანი ადამიანის ღირსების შელახვაა, ასეთი ქმედება სამართლებრივ რეაგირებას ექვემდებარება. ბანერით მიაყენებ შეურაცხყოფას ადამიანს, სიტყვიერად თუ პოსტის დადებით, მიზანი ერთია და კანონმდებლობაში წერია ეს, რომ თუ საჯაროდ შეურაცხყოფა იქნება მიყენებული, პოლიტიკოსის მიმართ იქნება ეს თუ საჯარო პირის მიმართ, ეს არის დაჟადი. აქტივისტები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სიძულვილის ენამ ბოლო პერიოდში კამპანიური ხასიათი მიიღო სოციალურ ქსელებში. აგრესიული რიტორიკის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სამმართველო უკვე 2 თვე აქტიურად მუშაობს. ადმინისტრაციული საქმეების განხილვების ფარგლებში სასამართლოებმა დღეს კიდევ 6 პირის ცნეს კანონდამრღვევად, რომლებსაც ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. საჯარო სივრცეში შეურაცხყოფისა და ღირსების შელახვის ფაქტებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები დღეს სხვადასხვა სასამართლოებმა განიხილეს. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის 2 პროცესი გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის შიო მესამეს საჯარო შეურაცხყოფისთვის 2500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე გოჩა კაპანაძე. სამართალდამრღვევის ხდომაზე არ გამოცხადდა. ამავე სასამართლომ ადვოკატი ირინა ფერაძის მიმართვით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა. ირმა თოდაძე 1000 ლარით დაჯარიმდა. გოჩა კაპანაძის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგენილი იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ვინაიდან მან საჯარო სივრცეში შეურაცხყოფა მიაყენა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ შიო მესამეს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღნიშნულ პიროვნებას ცნო სამართალდამრღვევა და სახთელის სახით დააკისრა ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით. ირინა ფერაძემ თავად მომართი შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი უფლებების დასაცავად, შესაბამისად აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, დაიდენტიფიცირდა კონკრეტული პიროვნება, ირმა თოდაძემ თავადაც აღიარა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი და ის რომ აღნიშნული კომენტარი ნამდვილად არ უნდა დაეწერა. 2 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი განიხილა საჩხერის რაიონულმა სასამართლომ. მერი ლაბაძე, რომელმაც საჯაროდ შეურაცხყოფა იუსტიციის მინისტრის მოადგილეს მიაყენა, 1500 ლარით დაჯარიმდა. მან ჩადენილი ქმედება აღიარა. ალექსანდრე ცერცვაძე კი გია ხუხაშვილის შეურაცხყოფისთვის 850 ლარით დაჯარიმდა. საკითხი ეხებოდა მოქალაქის მიერ საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილეს ბექა ძამაშვილის შეურაცხყოფის ფაქტს. საჩხერის რაიონულ სასამართლოს 27 ივლისის დადგენილებით პირი ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და მას განესაზღვრა ჯარიმა 1500 ლარის ოდენობით. კიდევ ერთი სამართალდარღვევის საქმე განიხილა საჩხერის რაიონულ სასამართლომ. საქმე ეხებოდა მოქალაქე ალექსანდრე ცერცვაძის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმს. პიროვნება სოციალურ ქსელში შეურაცხყოფას აყენებდა სხვა მოქალაქეს, რის გამოც მის მიმართ შედგენილი ოქმის საფუძველზე ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად და განესაზღვრა ჯარიმა 850 ლარის ოდენობით. საჯარო სივრცეში ლალი მოროშკინას მიმართ დაწერილი უცენზურო კომენტარისთვის 500 ლარით დაჯარიმდა ზაზა ხორავა. სამართალდამრღვევა ცნეს თეიმურაზ მალანიაც, რომელმაც შეურაცხყოფა თეა წულუკიანს მიაყენა. მალანია 1500 ლარით დაჯარიმდა. კანონდარღვევი აღიარებს, რომ სოციალურ ქსელში პარლამენტის ვიცე-სპიკერს უცენზურო კომენტარი დაუწერა. ორივე საქმე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. კი, ჩემი დაწერილია, მე დავწერე და შეურაცხყოფა მივაყენე, იმიტომ რომ არ ვარ ამათგან ისე განწყობილი, რომ მოიხსენია კარგად და რაღაცა. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა აქტიურ ფაზაშია. შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილი სამმართველოს ამოქმედებიდან დღემდე სასამართლოებმა აგრესიული რიტორიკის გამოყენების უკვე 200-ზე მეტი საქმე განიხილა. ახალი სასწავლო წლიდან მინესოტას სკოლებში 4-დან 10 წლამდე ბავშვებს ტრანსგენდერ თოჯინებს დაურიგებენ. May Gender Dolls-ის მიერ წარმოებულმა სათამაშოებმა გენდერული საკითხების სახალისო წარმოჩენა და ბავშვებში სქესის შეცვლის პროპაგანდის გავრცელება უნდა უზრუნველყოს. თითოეულ თოჯინას ნეიტრალური სახელი და მოსახსნელი გენიტალიები აქვს. ისინი ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვის, სკოლის კონსულტანტებისთვის, პედიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროვაიდერებისთვის. სკანდალურმა კანონპროექტმა, რომელიც ნაწილობრივ გადასახადების გადამხდელთა თანხით ფინანსდება, კონსერვატიული ჯგუფების აღშფოთება გამოიწვია.
შექმნილია გენდერულად მრავალფეროვანი 4-10 წლის ასაკის ბავშვებისთვის. ასეთია ტრანსგენდერი თოჯინების აღწერა, რომლებიც მინესოტას სკოლებში ახალი სასწავლო წლიდან უნდა დარიგდეს. ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი ნაწილობრივ გადასახადების გადამხდელთა, ნაწილობრივ კი მინესოტას უნივერსიტეტის Early Innovation Fund-ის დაფინანსებით შეიქმნა. ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, რომ სათამაშოებმა პატარებს სქესის არჩევის თავისუფლების შესახებ ცნობიერება უნდა აუმაღლოს და ადრეულ ასაკშივე თვითცნობიეროს, რომ იდენტობა არჩევითია. თოჯინებს მოყვება ურთიერთშენაცვლებადი აქსესუარები და მოხსნადი ერთმანეთში შესაცვლელი სასქესო ორგანოები, რათა ბავშვებს დაეხმარონ გაიაზრონ ყველა ის განსხვავებული შესაძლებლობა, რომელიც არსებობს იმისთვის, თუ ვინ შეიძლება იყვნენ მათი სხეულის ნაწილების მიუხედავად. გენდერულად ნეიტრალური დასახელების თოჯინებს ასზე მეტი სახეობის ტანისამოსი, აქსესუარი თუ ვარცხნილობა ექნებათ. სურვილის შემთხვევაში კი შიდა და გარეგანი გენიტალიების მოხსნა იქნება შესაძლებელი. თოჯინები ხელმისაწვდომი იქნება მასწავლებლებისთვის, სკოლის კონსულტანტებისთვის, პედიატრებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის. საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ სტატიაში თოჯინების დანიშნულებასთან დაკავშირებით პროექტის მესვეურთა კიდევ ერთი განმარტება იკითხება. ძალიან მნიშვნელოვანია იმ რწმენის შეცვლა, როგორიცაა მე არ ვარ ნამდვილი ბიჭი, რადგან ასეთი სასქესო ორგანოები არ მაქვს და ამის ნაცვლად იმის გააზრება, რომ მე ნამდვილი ბიჭი ვარ, მიუხედავად იმისა, როგორი ანატომია მაქვს. საქმე იმაშია, რომ ბავშვებს დავეხმაროთ ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც მათ საზოგადოებიდან მომდინარე იმ გზავნილებთან გამკლავებაში გამოადგებათ, რომლებმაც შესაძლოა სირცხვილის განცდა გამოიწვიოს. გავრცელებული ინფორმაციით პროექტის ინიციატორი და ერთ-ერთი დამფინანსებელი გუბერნატორი ტიმ ვოლცია. გადაწყვეტილებას კრიტიკულად ეხმაურებიან კონსერვატიული ჯგუფები და აღნიშნავენ, რომ ბავშვები, რომლებსაც დააჯერებენ, რომ სქესის შეცვლა შესაძლებელია, დაბნეულები გახდებიან, ხოლო ემოციური ტრავმა, რომელსაც იდეოლოგები, მშობლების, მასწავლებლების ან კონსულტანტების სახით იწვევენ, გენდერულ დისფორიას გამოიწვევს. რეკორდული მაჩვენებლები ტრანსპორტის სექტორში ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ თითქმის 1,000,000 ტონას მიაღწია, რაც ბოლო ათწლეულის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაზრდილია კონტეინერების გადამუშავების მონაცემებიც. რეკორდული შედეგები დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც. გადაზიდული ტვირთების მოცულობა 10%-ით გაიზარდა და 7,000,000 ტონამდე შეადგინა. პოზიტიური ტენდენცია მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობამ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა. დეტალები სიუჟეტში. სატრანსპორტო სექტორი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. საზღვაო ტრანსპორტისა და რკინიგზის გადაზიდვების მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება. დადებითი ტენდენციაა როგორც ადგილობრივ გადაზიდვებში, ასევე იმპორტში, ექსპორტსა და სატრანზიტო გადაზიდვებში. ეკონომიკის სამინისტროში ბოლო 10 წლეულის რეკორდულ მონაცემებს სატრანსპორტო სექტორში მთავრობის სწორ პოლიტიკას უკავშირებენ. რეკორდული მაჩვენებლები ფიქსირდება როგორც რკინიგზის გადაზიდვებში, ასევე საზღვაო ტრანსპორტის მიმართულებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ყველა მიმართულებით და ყველა რეჟიმში გვაქვს ზრდა, ეს იქნება იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი თუ ადგილობრივი გადაზიდვები და ეს ცალსახად არის იმ სწორი პოლიტიკის შედეგი, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს სატრანსპორტო სექტორში. მიმდინარე წლის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა საქართველოს რკინიგზისთვის. კომპანიის მიერ ჯამურად გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 10%-ით გაიზარდა და 7,000,000 ტონამდე შეადგინა. ამასთან რკინიგზამ მნიშვნელოვნად გაზარდა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელთა გადაზიდვებსაც ამჟამად ახორციელებს. ჩვენ გადაზიდვებში გვაქვს ბოლო წლებიდან გამომდინარე რეკორდული მაჩვენებელი, დაახლოებით 7,000,000 ტონა გვაქვს გადაზიდული პირველი 6 თვის განმავლობაში. ეს არის საკმაოდ კარგი გაუმჯობესება და კარგი მაჩვენებელი. შესაბამისად, შემოსავლებშიც გვაქვს მატება, დაახლოებით 352 მილიონი გვაქვს და ეს არის სადღაც 19%-იანი მატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან. ასევე EBITDA-ს მარჯა გვაქვს გაუმჯობესებული, ეგრეთ წოდებული საოპერაციო მოგება გვაქვს 92 მილიონი. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში კი გადამუშავებული ტვირთების მოცულობამ თითქმის 1,000,000 ტონას მიაღწია, რაც ბოლო 10 წლეულში წლის პირველი ნახევრის ჭრილში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაზრდილია კონტეინერების გადამუშავების მონაცემებიც. ტვირთებს შორის ისეთი სახეობები აღმოჩნდა, რომლებიც წინა წლის ანალოგიურ პერიოდში არ გადაიზიდებოდა. მათ შორისაა ოქროსა და სპილენძის კონცენტრატები და ფოლადისა და სხვადასხვა სახის მილები.
2026 წლის პირველი 6 თვის მაჩვენებლებით, თუ მას შევადარებთ 2025 წლის პირველ 6 თვესთან, ტვირთბრუნვა საქართველოს ნავსადგურებში დაახლოებით 22%-ით არის გაზრდილი თითქმის ყველა სეგმენტზე და ყველა კატეგორიის ტვირთზე. ეს ყველაფერი მიანიშნებს მზარდ ნდობაზე საქართველოს გამოვალ შუა დერეფანთან მიმართებაში, ასევე საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ სექტორში მიმდინარე რეფორმების და ასევე იმ პოლიტიკის მიმართ ნდობის შესახებ, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო და საგადო საქართველოს მთავრობა ახორციელებს. პოზიტიური ტენდენცია მთავრობისა და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობამ, ასევე სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა განაპირობა. სამშენებლო სექტორში მიმდინარე რეფორმები და ახალი წესები მთავრობის ადმინისტრაციაში ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში განხორციელებული ცვლილებები, მათ შორის ფასთა ინდექსაციის მექანიზმი და ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდელი. რეფორმის მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ბიზნესისთვის სტაბილურ და პროგნოზირებად გარემოს, ხოლო მოქალაქეებისთვის ხარისხიან და ხანგრძლივ ინფრასტრუქტურას უზრუნველყოფს. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის გაუმჯობესება და სამშენებლო სექტორისთვის სამართლიანი პროგნოზირებადი წესების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ის საკანონმდებლო და სისტემური ცვლილებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო პერიოდში განახორციელა. ამ ცვლილებების პრაქტიკული განხორციელება და სექტორში არსებული გამოწვევები დღეს საქართველოს მთავრობისა და ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თანაორგანიზებით გამართულ გაფართოებულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. საჯარო კერძო დიალოგის ფორმატში ხელისუფლების წარმომადგენლები სამშენებლო კომპანიებს შეხვდნენ და იმ მექანიზმებზე იმსჯელეს, რომლებიც ინფრასტრუქტურული დაგეგმვისა და შესრულების პროცესს გააუმჯობესებს. მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რეფორმების მთავარი შედეგი უნდა იყოს ისეთი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელიც მოქალაქეებს წლების განმავლობაში ხარისხიანად მოემსახურება. არ შეიძლება რომ მაგალითად სახელმწიფოს და ბიზნეს სხვადასხვა ფასი უჯდებოდეს ერთი და იგივე ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ის არასწორი პრაქტიკები თუ კი რამე აქამდე იყო ბაზრის კვლევასთან დაკავშირებით, იცით რომ ბაზრის კვლევის ელექტრონული მოდული დავნერგეთ და შესყიდვებთან დაკავშირებით აი ამ ბოლო 1 წელიწადში შეიძლება ითქვას რომ გავასწორეთ. ასევე მნიშვნელოვანი არის რომ ჩვენ ძალიან ბევრი სიახლე დავნერგეთ, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს მათ შორის ევროდირექტივებიდან და გვაქვს მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც შეეხება ინდექსაციას, ჩვენი ინდექსაცია დავტოვეთ მარტო მასალებზე და მანქანა მექანიზმებზე და ამას აქვს თავისი ლოგიკური ახსნა, ჩვენ არ გვინდა რომ სახელმწიფო გახდეს ხელფასების მიმართულებით ინფლაციის განმაპირობებელი. ფასთან ინდექსაციის ახალი მოდელი, სამშენებლო რესურსების განახლებული ღირებულებები და სექტორში მოქმედი ახალი რეგულაციები. ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი პროექტების ხარისხის გაუმჯობესება და მათი უფრო ეფექტიანად განხორციელება. უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რეფორმები დასრულებული არ არის და პროცესში ბიზნესის ჩართულობა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პროექტირების ხარისხი და საექსპერტო მიმართულება. გაძლიერება. კერძო სექტორის მხრიდან იყო პროექტირებასთან დაკავშირებით საკითხები, პროექტების ხარვეზებთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა, იყო საექსპერტო ცოდნასთან დაკავშირებით და ნამდვილად ეს არის გამოწვევა და ყველა ამ გამოწვევასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს, რომ გადაიდგას ძალიან ქმედითი ნაბიჯები. ქართულ სამშენებლო კომპანიებს მნიშვნელოვნად სჭირდებათ მხარდაჭერა იმისთვის, რომ ჯერ მათი კაპიტალიზაცია გაიზარდოს, მათი შესაძლებლობები გაიზარდოს და ამისთვის და ეს იყო დღევანდელი დღის მათ შორის ბატონი ლევანისა და ბატონი ბედის მიერ განცხადებული თავად გამოსვლებში, რომ მათთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ნებისმიერი რეფორმის წარმატება გაიზომება თუ რამდენად ძლიერი გაძლიერდება ჩვენი ადგილობრივი სამშენებლო კომპანიები. სახელმწიფოსა და კერძო სექტორის დიალოგი ბიზნესის შეფასებით მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების გადასაჭრელად, რომლებიც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში იჩენს თავს. სამშენებლო სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ განახლებული რეგულაციები, ფასების ინდექსაციის მექანიზმი და ბაზრის რეალურ პირობებთან დაახლოებული მიდგომები კომპანიებს უფრო სტაბილურ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას მისცემს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება ცდილობს ბიზნესთან ლაპარაკს და ამ დიალოგის პროცესში უკვე გამოიკვეთა კონკრეტული ნაბიჯები, შეიცვალა ბევრი რამ, იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი წინ მოდის, რაც საშუალებას მოგცემს ქართულ კომპანიებს არამხოლოდ
ვიზუნოთ იმას როგორ გადარჩით, არამედ დავაგროვოთ, განვითარდეთ და ქვეყანაში შევქმნათ ისეთი ინფრასტრუქტურული კომპანიები შეიქმნას, რაც კონკურენციას გაუწევს გარედან შემოსულ კომპანიებს. ის სრულებები, რაც განხორციელდა, მათი იმპლემენტაცია და რეალიზაცია რომ მოხდეს საერთო ხედვაზე, ანუ პრაქტიკაში უნდა მოხდეს ჩამოყალიბება და ამეებზე იქნება მსჯელობა ძირითადად, როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ ერთი არის რომ ფასები დადგენდეს და მეორე არის მათი იმპლემენტაცია სწორად მოხდეს ნორმების რეალიზაცია, კოეფიციენტების რეალიზაცია. ხელისუფლება და კერძო სექტორი თანხმდება, რომ ინფრასტრუქტურული სფეროს განვითარების მთავარი პირობა რეგულაციების ეფექტიანი განხორციელება და მუდმივი თანამშრომლობა. მიზანი კი ერთია: ხარისხიანი, დროული და მდგრადი ინფრასტრუქტურული პროექტების შექმნა. პოსტების ეთერში რეკლამის დრო რამდენიმე წუთში დაუბრუნდებით, არ გადაარწოთ. რეკლამის შემდეგ ბრუნდებით ისევ ეთერში. საჯარო დაწესებულებებში ანაზღაურად ბადის სტაჟირება გრძელდება. მთავრობა 1 სექტემბრიდან მიღებას გამოაცხადებს 3000-მდე ვაკანსიაზე. პროგრამა სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს შესაძლებლობას აძლევს სამინისტროებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და პროფესიული უნარები განივითარონ. ანაზღაურებადი სტაჟირების დასრულების შემდეგ მონაწილეთა ნაწილი დასაქმებას იმ უწყებებში აგრძელებს, სადაც სტაჟირება გაიარა. ლევან წუწურავა თევის დეტალებით. ეს დავით ჯაფარიძეა. სახელმწიფო სტაჟირების პროგრამის გავლის შემდეგ 27 წლის ახალგაზრდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტში დასაქმდა. ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ახალგაზრდებმა შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები გაეცნონ სახელმწიფო უწყებების საქმიანობას და არ ჩამორჩნენ აკადემიურ დღის წესრიგს. პროგრამით ისარგებლა დემურ ლეკვეიშვილმაც მან სტაჟირება საგარეო საქმეთა სამინისტროს ახლო აღმოსავლეთის სამმართველოში გაიარა და ატაშეს პოზიციაზე დასაქმდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში გავიარა 9 თვენის სტაჟირების პროგრამა ახლო აღმოსავლეთის სამმართველოში, რამაც მომცა როგორც პრაქტიკული უნარებისა და ცოდნის გაღრმავების, ისევე პიროვნული ზრდის შესაძლებლობა. დროის ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვან თემებზე მომიწია მუშაობა, შესაძლებლობა მქონდა მონაწილეობა მიიღო სხვა საერთაშორისო ფორუმში, გავიცანი ბევრი ახალი პროფესიონალი ადამიანი, რომელთან ერთადაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე. სახელმწიფო სექტორში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა წარმატებით ხორციელდება განათლების სამინისტროშიც. უწყებაში დასაქმებული ახალგაზრდები ამბობენ, რომ მიღებული თეორიული და პრაქტიკული გამოცდილებით შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საყვარელი საქმე აკეთონ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მუდმივად პირდაპირი კომუნიკაცია აქვს. გივი მიქანაძე ამბობს, რომ სამინისტრო წელს 150 ახალგაზრდას მისცემს მათი ინტერესის შესაბამისი კარიერული განვითარების შესაძლებლობას. სტაჟირების პროგრამა არის საინტერესო ახალგაზრდებისთვის. ისინი
გამოთქვამენ სურვილს და კონკურსი არის მზარდი წლიდან წლამდე და დარწმუნებული ვართ, რომ წელსაც ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობით. მივიღე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდილება. ახალგაზრდებისთვის არსებობს ძალიან ბევრი პროექტი. ანაზღაურებადი სტაჟირება კი არის ერთ-ერთი მათგანი, რაც საწინდარია ახალგაზრდების თვითგამთავრებისთვის, ასევე კარიერული წინსვლისთვის. განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროში სტაჟირების პროგრამა ჩემთვის ღირებული გამოცდილება იყო. პროგრამის დასრულების შემდეგ მომეცა ამავე უწყებაში დასაქმების შესაძლებლობა. ტექნიკური, სამშენებლო, საგზაო და გეოლოგიური მიმართულება. ეს სფეროების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს. სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პოზიციებზე შესაბამისი კვალიფიკაციის კადრები დასაქმდნენ. როგორც მინისტრმა რებას სოხაძემ აღნიშნა, ახალგაზრდებისთვის სამინისტროს კარი მუდმივად ღიაა. პრემიერ-მინისტრის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა სტაჟირებას, ჩვენ ძალიან ეფექტურად გამოვიყენეთ და ჩვენი სამინისტროსთვისაც ძალიან სასარგებლო იყო და დარწმუნებული ვარ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომელიც ამ პროგრამის შედეგად დასაქმდა. სწავლის დამთავრების შემდეგ მონაწილეობა მივიღე სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში და მათ საშუალება მომცა, რომ ყოფილიყავი 3 თვე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის სტაჟიორი. დიდი გამოცდილება იყო, იმიტომ რომ რეალურ პროექტებს ამ ქონდა შეხება და უშუალოდ სამუშაო გარემოსკავეცანი და სამომავლოდ ჯერა რომ მიღებული ცოდნაც კიდევ უფრო დავაღრმავებ და ბევრად უფრო რთულ პროექტებს უხელმძღვანელობ. სახელმწიფოსთვის საჯარო სამსახურებში ახალგაზრდების დასაქმება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ მთავრობა სექტემბერში ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამის გაგრძელებას გეგმავს. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა აღნიშნა, გამოცხადდება დაახლოებით 3000 ვაკანსია. ლევან ჯორჯოლიანმა უკვე განხორციელებულ ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაზეც ისაუბრა. თითქმის 50% მან გააგრძელა სტაჟირება, დასაქმდა უშუალოდ იმ ორგანიზაციაში, რომელშიც გაიარა თავდაპირველი სტაჟირება. ძალიან გულშემატკივრობთ ჩვენ ამ პროგრამას. იცით, რომ ეს პრემიერის ინიციატივა, ჩვენ მუნიციპალიტეტებს ვთხოვეთ, რომ გაეზარდათ კვოტები სტაჟირების მიმართულებით და კიდევ ერთხელ აქედანაც მოუწოდებთ მუნიციპალიტეტებს მაქსიმალურად ჩაშალონ ეს ყოველი სოფლის და დასახლების დონეზე. ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამით დაინტერესება საკმაოდ მაღალია. მთავრობის მეთაურის ინიციატივა ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარები და დასაქმდნენ სახელმწიფო სტრუქტურებში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა. დავით სონღულაშვილმა ქუთაისში, ბაღდადში, სამტრედიასა და ხონში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შექმნილი საწარმოები დაათვალიერა და მუშაობის პროცესს გაეცნო. მინისტრმა საწარმოების ხელმძღვანელ პირებთან ადგილობრივი წარმოების გაძლიერების საკითხებზე იმსჯელა. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში 300 მილიონ ლარზე მეტი გაიცა. დეტალები სიუჟეტში. სახელმწიფოს ხელშეწყობით აგრარული სექტორის გაძლიერება გრძელდება. ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად ადგილობრივი წარმოების პროდუქციის რეალიზება დღეს ევროპისა თუ აზიის ბაზრებზეა შესაძლებელი. ამის ნათელი მაგალითია სამტრედიის მუნიციპალიტეტში არსებული შპს აიბჯეო, რომელიც თაფლის წარმოებითაა დაკავებული. კომპანია წლიურად 21 ტონა პროდუქციას აწარმოებს და უკვე საერთაშორისო ბაზრებზეც დაიმკვიდრა ადგილი. შპს აიბჯეო 2019 წლიდან სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. კომპანიის მუშაობას ადგილზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი გაეცნო. საექსპორტო პოტენციალი იზრდება ქართული პროდუქციის, რაც თავისთავად ცხადია ზუსტად ამ ფორმით. სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების მხარდაჭერით შესაძლებელი არის, რომ საქართველოში პროდუქციის შექმნა, რომელიც იქნება კონკურენტუნარიანი საერთაშორისო ბაზრებს. ძირითადი ექსპორტი არის, რა თქმა უნდა, საბითუმოთ საფრანგეთში 300 კილოგრამიანი კასრები. სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა განხორციელება ამ პროგრამის. სოფლის განვითარების სააგენტო იმერეთის რეგიონში არაერთ პროექტს ახორციელებს. დავით სონღულაშვილი იმერეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს მხარდაჭერით შექმნილ შპს ახალ ზეკარს ეწვია. კომპანია მეღვინეობის, ხილისა და დაფნის გადამუშავების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 200 ტონა დაფნის, 30 ტონა ხილისა და 10,000 ბოთლი ღვინის წარმოების შესაძლებლობას იძლევა. პროდუქცია რეალიზდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ჩინეთშიც გადის.
სახელმწიფო დაფინანსებით იმერეთის რეგიონში აკვაკულტურის განვითარებაც აქტიურად მიმდინარეობს. შპს სამეფო კალმახის, სალიფსიტე კალმახის ლიფსიტების წარმოების მიმართულებით საქმიანობს. საწარმოს წლიური წარმადობა 2 მილიონ ლიფსიტას შეადგენს. წარმოებული პროდუქცია სრულად ადგილობრივ ბაზარზე რეალიზდება. კომპანიამ 2024 წელს შენობა ნაგებობის მშენებლობის რეაბილიტაციისა და თანამედროვე აღჭურვილობის შეძენის მიზნით სააგენტოს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ისარგებლა. შეავათიანი აგროკრედიტის სარგებლობს ამ ეტაპზე დაგვეხმარა ჟანგბადს გენერატორის შეძენაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თევზებისათვის. სახელმწიფო პროგრამები რეგიონებში წარმოების განვითარებასთან ერთად ადგილობრივების დასაქმებასაც უწყობს ხელს. კომპანია ქართული გორდული, რომელიც ნუგბარ საწარმოებს 50-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. საწარმოს სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ქუთაისში შპს Family Retail-ის საწარმოსაც ეწვია. დავით სონღულაშვილი კომპანიის წარმოების პროცესს თანამედროვე ტექნოლოგიებს და საწარმოს შესაძლებლობებს გაეცნო. ვეწვიეთ ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ წარმატებულ საწარმოს, რომელსაც Family ქვია სახელად, რომელსაც უკვე საქართველოს მასშტაბით აქვს 30-ზე მეტი ობიექტი და დასაქმებული ყავს 1000-ზე მეტი თანამშრომელი. აქაური პროდუქცია, რაც თავარი არის მოთხოვნადი. დასაქმებული ყავს საწარმოს და რიტეილის ჩათვლით 1000-მდე თანამშრომელი. ვაწარმოებთ საკვე პროდუქციას, ვაწარმოებთ შომეულს, ვაწარმოებთ საკონდიტრო ნაწარმს. ვებულობ თანდათან აგროკრედიტს, ნელა გავაკეთეთ სხვადასხვა ხელისღებულობ, სხვადასხვა დანამატებით, ხილის ურთიერთჯვარებით ვაკეთებთ სხვადასხვა პროდუქციას უშუალოდ. სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით იმერეთის რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 300 მილიონ ლარზე მეტი გაიცა, საიდანაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 77 მილიონი ლარია. ასე ყავთ დღევანდელი დღის მთავარი სიახლეები, მე ხოლმე გემშვიდობებით ნახავთ.